მართლა ამბობ ირაკლი? კარგი მარიკუნა რა. ყველაფერზე ხوار შეიძლება ხუბრობა. მართლა ვამბობ, აბა. სულ წაიგეს ჩემი თევზები რა. გაყიდე და თო? რა გავყიდე ირაკლი, რა გავყიდე ჩანჩურა მააბუნტა თელი სამეზობლო გამოიძახეს სანეპით სადგური და დათუჩა, სხვა ბიზნესი რო დაიწყო. აი მაგალითად ახლა რო თხოვო ჯიბოს მიდიები გამოგიგზავნოს. მიდიები, თან თურმე მე გავიგე რომ მიდიები უფრო სწრაფად ფუჭდება და სულის უფრო მძაფრი ქონია. კარგი რა ირაკლი რა. იმის მაგიროთ რომ აწმარებდე ჩამივარდა ამ ხელა ბიზნესი აღარა ვარ კაცი. ეგრეა რა. კლავენ ამ საქართველოში ბიზნესს რა. დათო, რა ვიფიქრე იცი? ელიავაზე რო დადგე. რა ელიავაზე? რა ელიავაზე და ელიავაზე ხო დგას ხალხი. და ხო არის ხოლმე იქ წარწერები, კაფელი, სტიაშკა, დრელი. შენ რო დაწერო ასე ფერწერა. ხო და აი ერთი დიდი ფუნჯი ჩაარჭე. ზემოთ ასე ფერწერა წერია, დიდი ფუნჯი ჩარჭოვენ და დადექი მოვა მანქანა. მივარდები უცებ ამ მანქანასთან. ჩაგისვავენ, წაგიყვანენ, მიხვალ იქ ადგილზე დახატავ რაღაცას. ას დახატავ, მეფაიც. ჩაგისვავენ, უკან მოგიყვანენ, ჩაარჭე ისევე ფუნჯი დადექი, რა. ცუდი ბიზნესია? დამთავრე? ხო. ცანცარახ. რა ვქნა დათუჩა, აბა, ეს მხატვრები მედიცინაში არ ჭირდებათ. მარიკუნა, მოდი. ეს ულვაში მაინც არ მოეპარსა, კაცო, მძღოლად ვამუშავებთ. კარგი, ახლა ირაკლი, რა დაგემო. უთხარი, რატო აწვალებ რა? აბა რა, მიდი. დათო, მომისმინე, ახლა სერიოზულად გეუბნები. მე და მარიკამ ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე, სხვათა შორის შენი მამიდაშვილის იდეა იყო, ჩემი მარიკუნასი და ვაკანტური ადგილი გვაქვს სასტრაფოში მძღოლის. რეანიმობილის მძღოლის, თუ წამოხვალ, კარგი იქნება, ჰა? რა მძღოლის? რა მძღოლის? დათო, ვესაუბრე უკვე, უფროსაც ვესაუბრე, კადრებშიც ვიყავი. თუ გინდა, წავიდეთ ერთად და დაგაწყებინეთ მუშაობას. გადაწყვეტილია გეუბნები მე. თამანევე თავი კაცი ერთი რა. ოი. მეტი რა გავაკეთო? უთხარი კიდევ ერთხელ. რა რამდენჯერ? კიდევ ერთხელ. გაიგებს? გაიგოს ეგ, მიდი დახოწები რა. ირა მაგათ აი რეამომნო პატრულია ჩერებს? არა დათო, არა. რა მაგარია, თან ის BC კატეგორიაც აგებული მაქვს. მართლა? BC კატეგორიის მართვის მოწოვა. როდის აიღე, რა გინდოდა? ეს ბიზნეს რო ვიწყებდი, მაშინ ეს დაგჭირდეს მეთქი და ძალიან კარგი. დაგაწყებინებ მუშაობას დათუჩა ჩემთან, ისე რომ იცოდე იმ რეანიმობილს უკან ძალიან კარგი საწოლი აქვს და ღამე შეგიძლია იქ დარჩა. ხო და იყავი, დათო. დღე იმუშავებ საღამოს, დარჩა. თუ ღამე იქნება გამოძახება და მძიმე პაციენტი იქნება, არ ხარ ახლა შენ სუქალი ბიჭი ჩაიწევი ცოტას გვერდზე. მოგიწვევთ იმ პაციენტს და წავიყვანთ, მოვიყვანთ, ბუზუ, ბაზა,
ისე რა მაგარი იქნება რა ლიანამ ჩემბასიდეთმა რომ გამოგვიძახოს და რომ მივალ და რომ შევალ და ვეტყვი გამარჯობა დედა აიმე დედა არა ისა გასო მიდი აიღე პირადობის მოწმობა აიღე და ის ბეცე კატეგორია მართვა წავედით კადრებში გველოდებიან მიდი ნახე აი ნახე როგორ გავხარდა ირაკლი არა გულიანი ბიჭია ესე კი არა შენ ხო გახსოვს დღეს საღამოს რა ხდება ჩვენთან არა აი თამარი და ვახო რომ უნდა დავკითხოთ ჯემპრესთან დაკავშირებით ეს ერთად არიან თუ რა ხდება მათ შორის არა უნდა გავიგოთ მართალი ხარ ბარიკონა მაშინ მე წავალ ახლა უცებ მოვაგვარებ ყველაფერს თან გზაზე გადავხედავ FBI-ის ლიტერატურას ხო მიდი რო ისეთ კარგად მოვემზადო ოპერაცია ჯემპრისთვის მამას კნაფებო წავედი დედა არ გააბრაზოთ დიდი მადლობა მოიცა დიახ ეხლა რა გამოდის მე შენ უნდა გიმსახურო მე რატო უნდა მემსახურო მე კი არ უნდა მემსახურო შენ ქალაქს უნდა ემსახურო და იმ გაჭირებულ ხალხს უნდა ემსახურო ვისაც უსაფრთხო ტრანსპორტირება ჭირდება მე რა შუაში ირაკლი დღეს ეცადე რომ ადრე მოხვიდე ხო ბავშვები მინდა პოლიკლინიკაში წავიყვანო კი მარიკუნა პრობლემა არ არის ვეცდები რომ ადრე გავთავისუფლდე და თუ ვერ მოვახერხე არა უშავს ჩემს ძღოლს გამოუშვე წამოდი დავაგვიანე წამოდი ხა ირაკლი არ მოდი ხა მუდახა აჰა ეს დამთავრდა კეთევან კეთევან რა ვჭამო არაფერი აღარ გვაქვს და მე შემჭამე კარგი რა ჩემო კუსკუს არა ჩემო პრინცესა მომიტანე რამე რა ჩემო სიხარო ჩემო მოიცადე ერთი წუთს კატლეტი იწובה და მოგიტან ხო ერთი წუთი მოიწფინე ისე სხვა დროსაც რომ მითხრა ხოლმე ეგეთი სიტყვები არაფერი არ მოგივა კარგი გავითვალისწინებ ჩემო კუსკუსო ვახ შენ გენაცვალე მე ხო ეს ალაშიკო რა გამახსენდა იცი ვახოს რომ თამარის ნაჩუქარი ჯემპრი ეცვა დღეს უნდა გავარკვიოთ რა ხდება რაშია საქმე ხო არ დაგავიწყდეს კეთება თამარია ჩუქებდა ეხლა იმ ჯემს თორე თავმოყარე კაცი მაგ ჯემს არ იყიდა ყოველს ნეულებაზე სიყვარული ძნელია აი შეყარებული საათებს ბნელია თამარ ხელი ხო არ გთხოვეს ხელი იქნება რომ მოგხვდები რა ვიცი მე ნათელიც კი ბრიელიაო კეთო ხო დღეს თანამშრომელი გოგოები რესტორანში მივდივარ და კარგია თამარ და სხვებსაც მოყავთ შეყვარებულები გაჩუმე რა ეს გაჩუმდი კეთო რაღაც ცოტა გაიხედე მოვიმატე ხო არა მე მომწონხარ ხო თამარ მე რატო ვჭამაბა იმიტომ რომ შენ არ მოიმატო ხო რა სულ ჩემზე ზრონა თამრი წავედი ხო თამრი გენაცვალე არ დააგვიანო ხო თამრი ხო კარგი კეთება რა განერვიულებს მოაცილებს სახლამდელაც ნეტაშენ რა მიდი არ დააგვიანო ხო იცი ხლა არ უყვარს ლოდინი იმას და არ მინდა ეხლა კეთება მე რაღაცა ქორწილის სუნი მცემს ხო იცი ხო რა ვიცი აი მე ქორწილის სუნი კი არა მე მგონი კატლეტი დაიწვა და კატლეტის სუნი მიდი გადააბრუნე არ დამღუბო კაცო აი მე ლაშიკო გეხვეწები რა კატლეტს რომ ვატრიალებდი ჩანგალი ჩამივარ და გასქურის უკან და გეხვეწები გასქურა გამომაწევინე რა მოდი რა გეხვეწები რა მოდი აი მოდი რა ლაშიკო აი აში მომეც ახლა გამომართი
მომეცი. გამომართი. მომეცი. შედი კეთება, შედი. ვა, აკა ხარ? ой, გამარჯობა. ლაშიკო, ერთი წუთი მოიცადე და არ გვაქვს ახლა ამდენი დრო, ლაშიკო, ველოდება დიეტოლოგი. დიეტოლოგთან მიყავ? კაი, კეთებან ამ ხელაკაცი დიეტოლოგთან ეხლა მიყავს? მე დიეტოლოგთან როდავდიოდი 6 წლის ვიყავი. ლაშა ადვილი ამყევი ეს ქათამექანიკით გადაკისებ ხარ ბარკალნის კარტ კურტულდება, ხანაკეთ გადმოკისებ ხარ ბარკალნის კარტ კურტულდება. აბა გაი მეორე? სანდრო, ეგ არის ლოგოპედი. მე მივდივარ დიეტოლოგთან. დიეტოლოგი არის აი დიეტას რო გინიშნავს და მე იტანჯები. კეთევან მე ვიცი ორი აი ძალიან მაგარი დიეტოლოგი. ესე იგი ერთი არის პეკინზე და მეორე სოლოლაკში. ხო. აუ კეთება, სოლოლაკში წავიდეთ რა მაგარი შაურმა ვიცი. აი მე ლაშარა, კიდე კარგი მარტო რო არ გაგიშვეს, ბავშვი სულ უკან უნდა გზდიო ლაშა, აღარ შემიცი. კეთება, მე კი არ უნდა მდიო უკან. ჯობია შენ და ზდიო უკან, იმიტომ რომ ეგ დავახო ცუდად დაკურკურებენ ერთად. როდა შენ ამათ აუხსენ რა ჩვენ ვილაპარაკეთ გზაში. ხო. მე სალომესთან მივარ საქმე. ხო, ეგ მართალია. ანანო, სანდრო. გისვენთ რა. სანდრო ანანო. დღეს რა საკეთებ, ხო გწალიათ, ა? ქალაქში არ გაისერინებდით, ა? კარგია მე მომწონს. ანანო, მომისმინე. მოდი, იცი რა, შენ უთვალთვალე, ვახოს. სანდრო, შენ უნდა უთვალთვალო თამარს, სანდრო, შენ თამარს. ხო გაიგე, ხო? ხო, აი ესე უნდა გააკეთოთ თქვენ და ესე უნდა უთვალთვალოთ. აი და მოიცა ვერ გავიგე თუ შენ გინდა თვალთვალე, შენ თვალთვალე, ჩვენ რატომ უნდა უთვალთვალო? ვაი, მე რაღა დროს ჩემი თვალთვალია, ანანო, გინაც რაც მე ჩემლაშიკოს ვუთვალთვალებ, აი მე შენ აქ ხარ. ხო ისე მოდი დაჩიქი უკაცა. ჩავთვალოთ რომ მეს არ გამიგონია. არა, არ გაგიგონია, არა ხო. ლაშა. ჩავთვალოთ რომ შენეს არ დაგინახავს. ხო, კარგი. არ დამინახავს, მაგრამ დღეს შენ უნდა დაიწყო დიეტა, ლაშა. ხო და კეთებან დიეტა რო უნდა დავიწყო, შენ რა გონია ხა ამას ჭამა ქვია ამას? ეს არის გედის სიმღერა. კეთევან მომისმინე ხა. კაი, ახლა ვუთვალთვალებ თქვა თან ვახოს, ხო? რო დამინახოს რა ვქნა მე? შენ იცი რა ზეინერვიული ანანო? თამარმა არ დაგინახოს ვახოს რო უთვალთვალე. მე რომ დამინახოს? არა უშავ, სანდრო, შენ თუ დაგინახავს უთხარი სიმართლე, ესე როგორც არის ყველაფერი აუხსენი და არ არის პრობლემა. რა სიმართლე, რა შეუბნები კეთევან? ხო იცი რომ მაინც ისე ვერ ეტყვის როგორც საჭიროა და რა პრობლემა. ხო, სანდრო, ესე იგი, შენ უთვალთვალე თამარს, სანდრო, ხო? სანდრო, მომისმინე, შენ უნდა უთვალთვალო თამარს, არ დაგავიწყდეს, სანდრო. არ დაგავიწყდეს, სანდრო, აბა უნდა უთვალთვალო თამარს? უთვალთვალო უნდა თამარს? ხო. არ დამავიწყდება, უნდა უთვალთვალო თამარს. ხო, აბა მიდის. უნდა უთვალთვალო თამარს. ხო, სანდრო. უნდა უთვალთვალო თამარს. ანანო, მომისმინე. უნდა უთვალთვალო თამარს. ხო, კარგი ბიჭი. ანანო, მომისმინე, ესე შენ ვახოს, სად შევა, სად გამოვა, რა შეჭამს, რას და ის ნახავს ვის დაელაპარაკება, ვის მიესალმება, ვის არ მიესალმება, სად დავასწავლე. ხო, სანდრო, ხო. რა? არა, სანდრო, შენ თამარს, სანდრო. შენ კარგი რა, შენ კიდე რამდენ შჭამს? წამოდი რა გველოდება დიეტოლოგი, წამოდი. სიჩქარის უყარ გეშინია. მე სიკვდილის მაშინია და შეიძლება ცოტა სწრაფად. რა ჯისრები ხარ? არაფერი. ვერ უყურებ რა ჭირს. გაჩანებული ნევროზია. ამასაკა ჩადებული აქვს ტვინში რომ კუჭზე აქვს რაღაცა. ხო და მივიყვანოთ ერთი კლინიკაში, გაუკეთებენ გამოკვლევებს, ეტყიან, არ გაქვს არაფერიო და წამოვა მე ბედნიერი იქიდან. მე ისევ გამოგვიძახებს, დავით.
მაშინ გიხოცები გავაკეთე პრემიას და აი არ მოგბეს და აი მე გიხოცები და ირაკლი გავაკეთე მიდი თოგითო გააკეთე მიდი მიდი ცენტრი ძიმე პაციენტი მოგვყავს საოპერაციო გაამზადეთ მოიცა შეშემოგვიდა ნუ მიაქცე ყურადღება ძალიან შენ კიდე რა მოგივიდა ამას კიდე ესვიდა მოიცე პატრული გადააკეთე მანქანა გავაკეთე მორჩი რა მაიმუნ აბა როგორ მეუნებოდი მე რომ მეუნებოდი გადააკეთე მანქანა დათო გამურთე რა ეს სირენა ძალიან ხო დავყრუნდი თავი გამისცა რა აიყოს აი გამურთე რა აქედან ისვა ეცარო თუ ამუშავ დათუჯა გევა სამანქანა მაგარია ორ პატარა და ერთ დიდკარია ეს ნახე რა მაგარია აი ამას აძრუფ აი ამას აი 0-13 და ბაკურია აი რა რამდენს მაიმუნობ რა ცენტრი მე ვარ 812 ხო მოყვავს პაციენტი რესპუბლიკურში ადგილი არ გვაქვს რა ადგილი არ გვაქვს ვერ მივიღებთ მომიცი მიგვიგებენ შენც არ მიგებდი მაგრამ ხოცა ცენტრი ვინც ის რა ის კერაცმიანი გოგო მანჩო ხო ცენტრი როგორ გესმით ჩემი ვესმის 812 ცენტრი დღეს საღამოს რას აკეთებ აი მომეცი მაინც არ გამოგადგება ეს შენ სახლი არა აქვს რატო არა აქვს რა ვიცი მე რატო საიდან მიდიხარ პეკინით ვერ წახვედი ლაშა მასალა მაგარი შაურმაო და ეს ის რა მაგარია რა პაციენტი მიმყავს და მუთაკას კეთრა მაგარი საკალი კოლია ფატონო მაგარი ხო დაგლიჭა კოსტო მაგარი დღეს დროზე უნდა მივიდეთ სახში ხო იცი ის ვახოს და თამარის სამბავი იწყება ჯემპის სამბავი ხო შეგვიძლია რა მეხდება ეხა მაგათ შორის რა არ ხდება აი შენ მასწავლი მე ხარ ნეგასწავლ ქალის ფსიქოლოგიას მასწავლი უკარი კაცი გინდა დავნიზლავ მოდი რაზე დავნიზლავ მე ბათუმის ბინას დაგინიზავ და შენ ამ ბინას ამაზე რომელს აი შენ რო გაკ მოდი აი ნეროზ დაჭერი ისე დაწუჩა ახლა დავამთავრებთ სამუშაო დღეს მერე წავიდეთ მე და შენ სახლში მარიკუნამ ტოლმა გააკეთა ისი რა მაგარ ტოლმას აკეთებს მარიკუნა მერე ღვინოს გამოვიღებ დაწუჩა შენ ხო გიყვარს ტოლმა разги Ираклий, а что это значит чито грита? გამარჯობა. ერთი წუთი კაცრავად. მოიშორე ეს ფენომის ნამცეცი. ხო იცოდი რომ დიეტოლოგთან მოვდიოდი და ქუჩაში ვარ გეჭამაშენზე. შემიცლი. გამარჯობა. მოგძანდით დაბრძანდით. არ მინდა ქეთევან, არ მინდა რა. მიდი დაჭიქი. გამარჯობა. ჩვენ ვართ რომ დაგირეკეთ და შეგაწუხეთ ბატონო. კი. ესე იგი, რამდენი კილო ბრძანდებით? არ მინდა ქეთევან დიეტა, არ მინდა. არა, რატომ რასებით? ხომ და ვიცოდი არა თქვენი სუსტი წონა. ხო? ესა. 12. 100.
იცით, მინდა გითხრათ, რომ დიეტას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. გახდებით, უფრო მომხიბვლელი იქნებით, სიმპათიური, მეტი თაყვანისმცემელი გეყოლებათ, გოგონებს უფრო მეტად მოეწონებით, აბა. რა, ახლა კი ნამდვილად წავიდეთ აქეთ. ой, ცალკვარი ბრძანდებით ხო? მაპატიეთ რა, მე მაპატიეთ. კარგით, მოდით გადავიდეთ საქმეზე. ესე იგი, დიეტის დაცვა საერთოდ არ არის რთული, იცით? როგორი? იცით, უნდა ჭამოთ დღის განმავლობაში ხშირად. ოღონდ ძალიან ცოტა. იცით, არსებობს სხვადასხვანაირი დიეტები, აი ახლა მე განახეთ თქვენ. აი აქ არის ბოსტნეულის დიეტა, ეს ბურღულეულის დიეტა გახლავთ, ხორცის დიეტა არსებობს. აი ხორცის მირჩებია მე. დიახ, ოღონდ იცით, უმარილო მოხარშული ხორცი. არ მინდა. ერთი წუთით, უკაცრავად ქალბატონო, რამდენ ხნიანია? არსებობს ერთკვირიანი, ორკვირიანი, ერთთვიანი თუ გნებავთ. ერთდღიანი? არა? და 6-ის შემდეგ აღარ უნდა ჭამოს. 6-ის შემდეგ 8-მდე, ხო? კარგით. არა, ხოაშა. და ესე იგი ხორცი შეიძლება? კი, ხორცი შეიძლება. ბრინჯი? კი. ბრინჯი შეიძლება. ნიგოზი? კი. კეთება. გაიგე, ესე იგი ხარჩო შეიძლება. იცი ალაშიკო, მე მგონი უმარილო ხორცის დიეტას, ეს ბოსტნეულის დიეტა ჯობია. რატოვით? მე მგონი უფრო საინტერესო და კარგი რაღაცები შედის შეგეთ. აი კითხე ქალბატონს. რა შედის აბა? კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, მწვანილი. კარგი ჭადი, ყველი. წითელი კომბოსტოს მწნილი. კარგი ერთი შავი წითელი დოკი ღვინო. არა? აი ამ ხორცის დიეტას, ისე ხორცის დიეტა. ძალიან კარგი და როდიდან დავიწყოთ, მითხარით ხო? როდიდან დავიწყოთ ახლა, და ნუ ახლა ახალი წლები მოდის, მერე შობა, მერე ძოლით ახალი წელი. ნუ ძოლით ახალი წლის მერე. დღესვე დავიწყებთ ქალბატონო, მე გპირდებით, დღესვე დავიწყებთ ჩვენ დიეტას აუცილებლად. კეთება, მომისმინე. გისმენ, თუ ვახო და თამარი დაქორწინებას აპირებენ. ხო. აბა დღეიდან რანაირად დავიწყებ? და თუ არ აპირებენ? თუ არ აპირებენ, დღეიდან დავიწყებ. იგივე არ აპირებენ ის ადამიანები, წამოდი სახლში გავარკვიოთ და გავარკვიოთ სახლში, მაგრამ თუ გავარკვიოთ რა უნდა გავარკვიოთ? უნდა გავარკვიოთ ყველა. უნდა გავარკვიოთ ის რომ უნდა გავარკვიოთ, რომ თუ აპირებენ, მე ვარ დავიწყებ. იგივე არ აპირებენ ის ადამიანები, წამოდი სახლში გავარკვიოთ და დაიწყებ. დღესვე დაიწყებ, წამოდი, დღესვე დაიწყებ. ძალიან დიდი მადლობა, კარგად ძანდებთ, დღესვე დავიწყებთ. მე მივხედავ ამ საქმეს, დღესვე დაიწყებ ჩვენ დიეტას. ესე იგი, ხორცი უმარილო. ყველაფერი. მოხარშული. რა სიტანჯავს ეს ხალხი თავს ერთი დამატებული. ხოდა, დათუჩა, ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, არ მაინტერესებს. კი ბატონო. ნუ გაინტერესებს, მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ კარგად შეეწყე ახალ სამსახურს თქო. მეც ძალიან მომწონს და ყველა კმაყოფილია შენი მუშაობით და ალბათ შორს წახვალ კარიერა, რა ვიცი, ამით თქვა მინდოდა. აჰა, მაინტერესებს, მითხარ რა გეხოცე. მაინტერესებს შენი აზრი, მაინტერესებს. გაინტერესებს ჩემი აზრი? ხოდა საერთოდ ვერ შეეწყო მაგ სამსახურს. აზრი არ ახარ რასაკეთებ. ვერ მუშაობ, არც მე ვარ კმაყოფილი, არც არავინ იქ, არც კადრებში და ასე თუ გააგზელე მე არ ვიცი შენი ამბავი იქ როგორ დამთავრდება რა. დამთავრე? დიახ. მასხარა ხარ ამ ხელად. მიდი. გამარჯობა ბიჭებო. სალომე, ერთი ჩაი რა. ჩაიო? აჰა. ჩაი როგორ გაგვიყვანს ახლა ცხელ კვალზე. ჩაი, ჯემპრი და ვახო.
სალო რაიმე მომაშორეთ ეს ბიჭი რა მთელი დღე დამსდევს რა უნდა ვერ გავიგე აღარ შემიძლია ისიც ჩამოუდგა უყვარს გოგოს არ მინდა ჩაი წავედი დამანებით თავი სანდრო მოდი აქ მოდი დაჯექი რას აკეთებ მახარაძე სანდრო მახარაძე ნუ ბოდი ალაფეთი რაღაცას სულელო რას აკეთებ რა ვიცი აი უთვალთვალე ესე იგი რას ვათვალებ ო ვის უთვალთ რას და მართლა ხდება თუ არა თამარე იმას ვახოს მთელი დღეა დავსდებ საერთოდ ვერ შემამჩნია ია ჩვენც შევამჩნიეთ რომ საერთოდ ვერ შეგამჩნია ეხა სანდრინიო შეგიძლია წესიერად მომიყვე დალაგებულად წყნარად რას აკეთებ და რა ხდება საერთოდ რას ვაკეთებ და თამარს ვუთვალთვალებ რომ გავიგოთ მართლა ხდება თუ არა იმას ვახოს რა ვერ გაიგე რა ყველაფერი გავარკვი მიდი აბა ესე იგი მე ხო ვახოს დავსდებ ანანო მე დავსდებ თამარს ხო ანანო დასდევს ვახოს ხო ეხლა ნახე აწყალე რა მიდი თან ყველაფერი ჩავინიშნე ირა აი ჩემ დავთარში აბა ესე იგი 12 საათსა და 20 წუთზე გამოვიდა სახლიდან 12 საათსა და 22 წუთზე ჩამოვიდა სადარბაზოში 12 საათსა და 24 წუთზე შეიკრა პალტო 12 საათსა და 27 წუთზე იხედება მარჯვნივ გადადის ნახევარ ქუჩას დაახლოებით 1 წუთში გადადის მეორე ნახევარ ვაიმე ფაქტი დამარტყავს რა ვაიმე არ შემიძლია მომეცი აქ მოიცა შემდგომი მომეცი აქ მე თვითონ წავიკითხო რა აჰა ესე იგი თამარი ადის ყვითელ ავტობუსში და ჯდება ესე იგი ამოდის კონტროლორი ეჩხუბება კონტროლორი ბოდიშს უხდის თამარს და ჩადის მამარა ირა არ მესმის ვაიმე არ შემიძლია რა მიდი რა შენ თვითონ წაიკითხე მე თვითონ წავიკითხავ რომ ყველაფერს აჰა აბა მოგეწონა ჩემი დავთარი თოვანებული ძალიან მომეწონა მე რა ხდება რამე ესეთი კონკრეტული დრო ხო არ გაინტერესებს 14 საათს და 20 წუთზე ჯანდრეს მიდი რა მითხარ ამ ვიც პერსპექტივა აქვს შეიძლება არ ვიყავი გულში ეს ვახლა მოხდა რა რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს აი ჩანიშნული მაქვს ბატონო პროფესორო რომ ამ დროს გაგიკვირდება და თამარმა ჩაიარა სად საქორწინო კაბების მაღაზიასთან აჰა აბა მე ჩაიარა ხო მე ჩაიარა მე ირა დაუკვირდი საქორწინო კაბების მაღაზიასთან დედუქციის მეთოდი ირა საქორწინო კაბები აჰა შენ მომისმინე პუარო საქორწინო კაბების მაღაზიასთან ჩაიარა ხوار შეიარა შიგნით ხوار შესულა მოიცა ეგ უნდა გადავამოწმო აბა მიდი აი მეორე აგენტიც მოვიდა დაჯექი აგენტო ნომერო 2 აი დავიწყო აბა მითხარი ხო ვახო სადადიო და როგორ რანაირად საჩაიერა სამწამოია აბა მიდი ეხლა გეტყვით ყველაფერს ესე იგი ჯერ წავიდა რუსთაველზე ცოტა ხანი გაჩერდა იქ ფოსტასთან მე ვაიმე მე იყო საბურთალოზე დიდუბეში ვაკეში ვერაზე სოლოვაკში აი ძალიან ბევრი იარა ყველგან აჰა მე ვაჰ აქ ხარს როგორ ხარს ვაიმე მე ძალიან დაღრილი ვარ ვახო იგი იმდენი სიარული მომიწია დღეს აი ისე და შენ არ ხარ დაღრილი ვახო მოიცა რა მე რა დამღლიდა თავი მისკდებოდა ისე მტყევდა სახლიდან არ გავსულო მე ვიფიქრე ვარში იქნებიან მეთქი და ჩამოვედი რა
აბა მე ვის დავყვება? ეხა გაიგე სანდრო? აბერტი კიდე კარგად ამბობ. ვაიმე აღარ შემილია ლაშა მიდი ახლა შენ რა მიდი რა ძალიან გთხოვ რა სანდრო მომისმინე თამარმა იცის რომ ჩვენ არ ვიცით არადა ჩვენ ვიცით ანუ ჩვენ ვიცით რომ თამარმა იცის რომ ჩვენ არ ვიცით გაიგე გაიგო ეხლა რა ვიცი მომისმინე ესე იგი თავიდან ჯემპზე არაფერს ვამბობთ არავის ვერ ვიმდებთ არც ერთს ხო თუ ახლა გაგიჟდენ გადაირიან და ვერ გამოვტეხეთ ნუ მე უკვე შემოგვაქვს ეს ჯემპრი ნივთფიცებულებად აჰა აბა რა ხო გასაგებია ხო ირაკლი მომისმინე ახლა მე და სანდრო მიხედავთ თამარს მიდი სანდრო ხო მიდი შენ და დათო მიხედავთ ამას აჰა მიდი მოდი ერთი ჩემი ძმა ხარ მოდი შევიდეთ ჩემთან ვილაპარაკოთ რა საუბრობთ რა ლაპარაკო გვაქვს მიდი დაგტოვეთ რა იყო რა დაგტოვეთ თამარ ბატონო ჩვენ რამდენიმე კითხვა გვაქვს შენთან ისმენთ სად იყავი დღეს მაღაზიაში რა იყიდე ძეხვი სადადე დიეტაზე ხარ შენ დიეტაზე მაშინ მე კითხვები აღარ მაქვს შეიძლება დავიწყო აუცილებლად დაო სან ხო დაო ხო გვახსოვს მე და შენ რას გვეუბნებოდა პრებედინაბებია ვინც დამოატყუოს კოჭლზე გათხოვდესო რა არის ახლა არ მithქვამს მე სასაცილოდ ხო მახსოვს კეთუ მახსოვს უნდა მითხრა თამრის სიმართლე აუცილებლად ეხლა რა ხდება აბა მაინტერესებს რას ფიქრობ შენ ვახოზე ბაიმე კეთუ რას უნდა ვფიქრობდე ძალიან კარგი ბიჭია ვახო შენ გენაცვალ რა ესე იგი კარგი ბიჭიო ესე იგი მე დღეს დიეტას არ ვიწყე და რა ხდება თქვენ შორის არაფერი რა უნდა მოხდეს კარგი და თამრი ის ხო იცი რომ ვახოს შენ მოწამხარ ნუ ეხლა კეთუ ყველა ქალსიამოვნებს ყურადღება ხო თქვენ გაიხარეთ ესე იგი შენც მოგწონს ხო ცოტა ხო ნუ ეხლა ჩემი დასაწონი რა ჭირს არ არის ცუდი ბიჭი კეთილია და რაღაცა ისეთი ვაიმე კეთემან მეტი აღარაფერი აღარ კითხო დავიღალი ამდენი სირბილით ვერ გავიგე რა დაკითხვა მომიწყვეთ აქ ვახო ვის საინტერესებს ეგ თქვენი ვახო მე აქ თქვენი მოცლილი ვარ თუ რა არის გამოდი აი ხო ხედავ რომ არაფერი არ ხდება რა დღესვე უნდა დაიწყო დიეტა გამატარე თამრი სანდრო მოდია ჩვენ ესე ვერაფერს ვერ ვათქმევინებთ თამარს ტაქტიკა უნდა შევცვალოთ გესმის უნდა აწამულაშა რა უნდა ვაწამო სანდრო რა უნდა ვაწამო ეხა იცი რა ქედი შენ შედი ირაკლისთან და გაარკვიე ვახოს ათქმევინეს თუ არა რამე მიდი ვაი სანდრო ვერაფერი ვერ გავიგე ხო იცი დღეს რამდენივე არის არა დავჯექ იქ დივანზე ჩამეძინა ტელევიზორს უყურებთ კაი ხო თუ გაიგო რამე გამაგებინე კაი ვაი
ნე. ესე იგი არაფერს მეტყვი. ირაკლი, რა უნდა გითხრა, უბრალოდ ვერ გავიგე და ვაიმე როგორ მაოცებთ ბატონო ვახტანგ რა. როგორ მაოცებთ პირდაპირ არ ვიცი, გაკვირვებული ვარ რა, მომისმინე. მე ახლა შევალ. ჩემ ცოლშვილს დავხედავ. შენ აქიჯექი. აი აქიჯექი დრო გაქვს და იფიქრე. იფიქრე. გასაგებია? ძმაო ეს კაცი არის ყველაზე საშიში პოსტსაბჭოთა სივრცეში. გაიგე? ამას თუ ვერ ეუბნები მე მითხარი. რა უნდა გითხრა არ ვიცი. არ გიჩნევ არ მისვლა. აჰა. დავიწყოთ თავიდან. თავიდან დავიწყოთ. მოგვისმინე ვახო. ვახო, მოგვისმინე. გისმენთ. თამარზე გვაინტერესებს. გვაინტერესებს თამარზე. რა ხდება თამართან? თამართან რა ხდება? ვახო. ხო. აი მე არ ჩმიძლეკ რა თვალე რა ეხა შემოვიყვანიმა და. მიდი დათო. დათო მიდი. მე საწავედა ვინ უნდა შემოვიყვანოს ეხლა რა. ნახავ ვინც უნდა ხმარ მოიღო. წამო შემოვიდე. არა მოდი ვარ რა. მიდი თამარში დაჯექი. დაგჭირთ. რა გჭირს? ესე იგი ხალბატონო თამარ. აქ შეკრებილმა ღრმად პატივცემულმა საზოგადოებამ შენ შემოგევლე შენ გენაცვალე იქ. მე ყველაფერი ვიცით. მაშ სანდრომაც კი. რა იცით ირაკლი? რა ვიცით ხალბატონო თამარ და ის რომ თქვენ გვერდზე მჯდომ ბატონ ვახტანგს ჩუქნით საჩუქრებს ჩუმად. რა საჩუქრებს რა მოგივიდათ ეხლა რა. მეც ვიცი და ვიტყვი თუ შეიძლება ჩემო დაო. ის ჯემპრი რომელიც ვახოს ეცვა მე ვნახე თამრი ჩვენთან სახლში შენს პარკში იდო. ჩვენ შენი ბედნიერება გვინდა თამრი. გითხარი ნუ გვიმალავ ხო თამრი ჩვენ ყველას შენი ბედნიერება. მე წავინახე როგორ გადადიოდი ქუჩაზე. მე დავინახე კონდუქტორს რო ეჩხუბებოდი. მე რა? მე დავინახე 12 ვაიმე შენ შემოგვი. მე რა დაინახე. რა გამოდის მე მაგით რა? დამაცადეთ რა ერთი წამით რა. რა საჩუქარი? ვის რა ვაჩუქე? ვახო, გაჩუქე რამე? აგეთ რა, თამარ შენ ვის რა საჩუქებ ხლა? კეთევან, მოდი აქ შენ ჩემი ბედნიერება რომ გაგიხარდება. ის ჯემპრი მიდევს ისე ვინ პარკში. წამოდი უნდა გაჩვენო. წამოდი, მოდია. მიდი. მოიცაბა ის ჯემპრი რო გეცვა ის რა იყო? დეიდა ჩემმა მაჩუქა ირაკლი, დეიდა ჩემმა. დეიდა შენმა? იარა, სახლი წააგე. მიდი გადი. მიდი ჯიგი. მასხარა ხარ. მაიმუნი ხარ. მართლა მიდი გადი. რა გიდა, შენ რა გაგიდა? წავედი მე ჩემი გახეხილი 100 გრამის ტაფილო შევჭამე. მითხარი ხა.
რა უნდა ვთქვა? რა უნდა თქვა და გენიოსი რომ ვარ მე? ესე კარგად რომ მოიფიქრე ყველაფერი, ხო კარგად მოიფიქრე. ნუ ხო, მართლა კარგად გამოგივიდა დათო. ოჰ, ვაჟ ბატონი. მაგარი ხარ. ძალიან მაგარი ხარ. რა ეს რომ მოიფიქრე, ძალიან მაგარი ხარ. როგორ მოიფიქრე ეს? ეხლა თავში ნუ აგივარდება. არა, ჯემპერზე მეორე წკოვდეს და გამოგადგებათო. ნუ გაგიზდები ეხლა. აი მე დედა. ხამარ ეხლა ვიცი რა უბრალოდ ისე მაჩუქეები. რა მოხდა? ვიცი. წადი ეხლა. აი მე დედა. აი დავალ მე და დაგტოვებთ კინოსთან 1 საათით და მე გამოგივიდეთ. დათო. ორით რა. ორით. აჰა